ახლა ვისაუბრებთ გამოთვლებზე. გამოთვლებისთვის Excel იყენებს ფორმულებს და ფუნქციებს. ფორმულა და ფუნქცია ორივე აუცილებლად იწყება უდრის ნიშნით. მათემატიკისგან განსხვავებით, უდრის ნიშანი Excel-ში ყოველთვის იქნება დასაწყისში. ხოლო შემდეგ ფორმულებში გამოიყენება პლუსი, მინუსი, გამრავლება, გაყოფის თუ ხარისხის ნიშანი, ხოლო ფუნქციები არის განსხვავებული. ფუნქციაში, ასე ვთქვათ, გააჩნია სახელი კონკრეტულ ფუნქციას, შემდეგ მოყვება მას ფრჩხილების ნიშანი და ფრჩხილებში ჩაწერილი არის გარკვეული მონაცემები, რომლის მიხედვითაც ხდება გამოთვლა. მოდი ვნახოთ მაგალითები და მათი სწორი გაკეთების და არასწორი გაკეთების გზები. მაგალითად 2+2 შეიძლება უბრალოდ აიკრიბოს, ისევე როგორც არის ამ შემთხვევაში გაკეთებული და ჩვენ ფორმულის გაყოფილაში ვხედავთ, რომ უჯრაში ჩაწერილია უდრის და შემდეგ 2+2 და მივიღეთ პასუხი 4. შეიძლება ასევე უჯრების მიხედვით Excel-მა გააკეთოს გამოთვლა. ისევე როგორც არის ამ შემთხვევაში H4 და H6 უჯრის შეკრების შემთხვევაში პასუხს ვიღებთ 4-ს. ანუ გაკეთებული არის უდრის ნიშანი და შემდეგ H4-ს დამატებული H6 და ვიღებთ რა თქმა უნდა 4-ს 2-ს მიმატებული 2-ისგან. თუ დავაჭერთ აქ, ნახავთ რომ იგივე არის შეყვანილი ამ შემთხვევაში. ხოლო აქ ქვევით იმიტომ არ არის პასუხი, რომ ამ უჯრის ფორმატირება არის როგორც ტექსტის. ხოლო აქ არა. რატომ არის მეორე სწორი გზა და პირველი არასწორი? ამ შემთხვევაში, თუ ჩვენ აქ შევცვლით მონაცემებს ერთ-ერთში ჩავწერთ მაგალითად 5-ს, ავტომატურად მოხდება გამოთვლა ქვედა უჯრაში და მივიღებთ პასუხს 7-ს. ხოლო წინა შემთხვევა დარჩება ძველებურად შეუცვლელად და თავიდან ხელით გვექნება შესაძლებელი, თუ ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიყენეთ ფორმულა ამ შემთხვევაში და უბრალოდ ხელით შევიყვანეთ მონაცემები, რისიც გამოთვლაც გვინდოდა. ხოლო ქვედა შემთხვევაში გავაკეთეთ უბრალოდ უჯრედების საშუალებით გამოთვლა. მოდით ახლა გადავიდეთ ფუნქციებზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ვახსენეთ. გამოვიყენოთ საშუალოს ფუნქცია და აქ გვაქვს ჩამონათვალი რაღაც შემთხვევითი რიცხვების და რომლის საშუალო არითმეტიკულიც გვაქვს გამოთვლილი ამ ორ შემთხვევაში. პირველი შემთხვევაში გვაქვს შეკრებილი ყველა ეს უჯრა, ხოლო შემდეგ ის გაყოფილი არის 22-ზე. ხოლო მეორე შემთხვევაში გამოვიყენეთ ფუნქცია, რომელიც ამ ჩამონათვლიდან მეტი ფუნქციებიდან ვიპოვეთ average, რომელიც ნიშნავს საშუალოს და გამოვიყენეთ იგი. პასუხი მივიღეთ ერთი და იგივე. თუმცა, თუ შევცვლით რომელიმე მათგანს, მაგალითად 25-ის მაგივრად ჩავწერთ 50-იანს და დავაჭერთ Enter-ს, ნახავთ რომ პასუხები შეიცვლება, თუმცა ისინი ორივე ერთნაირია და ორივე სწორია. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამ 50-ს საერთოდ წავშლით, ნახავთ რომ მივიღებთ სხვადასხვა შედეგებს, იმიტომ რომ პირველი შემთხვევაში ციფრი გაიყო 22-ზე, არადა აქ ჩვენ 22 რიცხვი არ გვაქვს და შესაბამისად პასუხი არის არასწორი. ხოლო მეორე შემთხვევაში პასუხი არის სწორი. ახლა როცა ვიცით ფორმულების და ფუნქციების განსხვავება, შეგვიძლია გამოვიყენოთ ისინი ჩვენ სამუშაოში კიდევ უფრო მეტი პროდუქტიულობით.